ხალხისთვის რჩევა რომ ეკითხა უფრო სწრაფ ცხენს მომთხოვდნენო. თქვა ჰენრი ფორდმა. ბაზარი არა, აუცილებლად უნდა კითხო შენს გამომწერებს აზრი, შენს გარშემო მყოფ ხალხს. მაგრამ დამიჯერე ხანდახან შენი აზროვნებით უსწრებ დროს. ლოგიკურია რომ ადამიანს არ ენდომება ის, რაც ჯერ არ არსებობს. ან თუ ენდომება, შეიძლება არ სჯეროდეს, რომ შეიძლება ვიღაცამ გამოიგონოს. ადამიანების 99% მომავალს აფასებს საკუთარი წარსულით. რაც ლოგიკურია, მაგრამ ძალიან დიდი ხაფანგია. მაგალითად, თუ ხელფასი გაქვს 1500 ლარი, საერთოდ არ ნიშნავს, რომ შემდეგი 6 თვეც გექნება 1500 ლარი. შესაძლოა 6 თვეში კონდეს 5000 და 10000 ლარიც. როგორ უნდა შეცვალო ძველი, შემზღუდველი პარადიგმა, რომელიც მხოლოდ წარსულის გამოცდილებაზეა დამყარებული. აი სამი ნაბიჯი. პირველი, შენზე წარმატებული ადამიანების გაცნობა. ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში და კონკრეტულად შენს ნიშაში, რომლებიც უკვე იქ არიან, სადაც გინდა რომ იყო შენ. მაგალითად, ზუსტად ამ მიზეზით, ზუსტად 1 წლის წინ წავედით აზიაში, ჯერ ტაილანდში, მაგრამ უკეთესი გარემოცვა დაგვხვდა ინდონეზიაში, კერძოდ ბალიზე, რის გამოც გადავწყვიტეთ მან ცხოვრება. ხო, ახლა თბილისში ვარ, მაგრამ მალე დავბრუნდები. მეორე, ზუსტად ის რაც გითხარი, მოინახული უცხო ადგილები და რა თქმა უნდა ქვეყნები. შენ შეგიძლია საქართველოს ყველა კუთხე ზეპირად იცოდე, მაგრამ საქართველოზე უფრო მეც გაიგებ მაშინ, როცა მას დატოვებ. და გააცნობიერებ თუ რამხელა შესაძლებლობა და არჩევანი გაქვს, რომელიც არც კი იცოდი რომ გქონდა. და მესამე, რა თქმა უნდა, დაუწესე საკუთარ თავს გამოწვევები. იმიტომ რომ თუ გსურს რაღაც ისეთი მიიღო, რაც აქამდე არ ქონია, უნდა გააკეთო რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ გიქნია. გამოიწერე ჩემი არხი, აქ მეტი სასარგებლო რჩევა.